იცით თუ არა, რომ მინერალები მრავალი ათასწლეულისა თუ მილიონობით წლის განმავლობაში დედამიწის წიაღში იმყოფებოდნენ და მიწის ენერგიით ივსებოდნენ. წარმოიდგინეთ, რა ძალა და ენერგია ინახება თითოეულ მათგანში. სწორედ ამიტომ იყო, რომ მრავალი გამოჩენილი პიროვნება, მაგალითად ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონ ბონაპარტი და მრავალი სხვა, თილისმებად მინერალებს იყენებდნენ. იცით, რომ მინერალები ეს არის ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები. ყოველ ქვას სხვადასხვა თვისება გააჩნია. ზოგი მათგანი პასუხისმგებელია სიმდიდრეზე, ფინანსებზე, ზოგი მათგანი სიყვარულზე, ურთიერთობებზე, ზოგი მათგანი კი იცავს და წმენს თავის მფლობელს ნეგატიური ენერგიებისაგან. მორიონის უწოდებენ მაგების ქვას. იგი თავისი მფლობელის მატერიალურ და ასტრალურ სხეულს წმენს. მას ძლიერი ენერგეტიკა ახასიათებს. ძლიერი კოსმიური ენერგეტიკა. ციტრინი კი მზის ენერგიის მატარებელი ქვა. მას ძლიერი ენერგეტიკა აქვს. იგი პასუხისმგებელია სიმდიდრეზე, ფინანსებზე და მისი შენახვა რეკომენდირებულია ოფისებში, სამუშაო კაბინეტებში. არ არის რეკომენდირებული მისი განთავსება საძინებელში, ვინაიდან იქ სადაც გვძინავს და მზის ენერგიები შეუთავსებელია. ვარდისფერი კვარცი. ვარდისფერ კვარცს ქალების ქვას უწოდებენ. მისგან სხვადასხვა სამკაულებს ამზადებენ. იგი რეკომენდირებულია როგორც გათხოვილი, ასევე გასათხოვარი გოგონებისათვის. გათხოვილ მანდილოსნებისთვის თუ კი მათ სურთ ურთიერთობაში ბალანსში შეინარჩუნონ, ამიტომ შესაძლებელია, რომ იგი კულონის სახით ატარონ. რაც შეეხება ამეთვისტოს ეს არის ძალიან ლამაზი ფერის იისფერი ქვა. მას სულიერების, ზეციური ცნობიერის ქვასაც უწოდებენ. იგი არის სამკურნალო თვისებებით აღჭურვილი. იგი კურნავს თავის ტკივილებს, შაკიკს, მინგრელს და ასევე მისი იტარება რეკომენდირებულია ბეჭდის სახით საჩვენებელ თითზე. ასევე ქალურ ქვას უწოდებენ მარგალიტს. იგი კოსმიური, რბილი, ქალური ენერგიის მატარებელია. ჩვენ ვიცით, რომ მარგალიტები არსებობს როგორც მდინარის, ასევე ოკეანის. ოკეანის მარგალიტები არის სხვადასხვა შეფერილობის, ვარდისფერი, ყვითელი, მას ძლიერი ენერგეტიკა აქვს და უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძვირადღირებულიც არიან. ზურმუხტი ეს ეგვიპტის უკანასკნელი დედოფლის კლეოპატრას უსაყვარლესი ქვაა. ასევე ზურმუხტისაგან დამზადებული ექსპონატები დაცულია სტამბოლში, თოფკაპის სასახლეში. ძველ სამყაროში, შუა საუკუნეებში თუ უძველეს ანტიკურ ხანაში ზურმუხტს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ და მიაჩნდათ, რომ მას აქვს როგორც დამცავი, ასევე სამკურნალო თვისებებიც. რაც შეეხება იაშმას, იგი ინდიელებში ძალიან გავრცელებული და პოპულარული ქვა იყო. მას ქალღმერთის ქვასაც კი უწოდებდნენ. ასევე ნეფრიტი ეს არის მწვანე შეფერილობის ქვა. მას ჩინეთში იმპერატორის ქვას უწოდებდნენ და მაგალითად რეკომენდირებულია ატაროთ იმ შემთხვევაში, თუ კი გსურთ, რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრებისეული ეტაპი ან რაღაცა სიახლე, ახალი პროექტები დაგეგმოთ და განავითაროთ თქვენს ცხოვრებაში. შავი ლაბრადორიტი, ესეც მაგების ქვა არის, მას ძლიერი დამცავი ენერგეტიკა გააჩნია, ისევე როგორც შავ ტურმალინს. შავი ტურმალინიც მაგების ქვა და თუ კი გსურთ, რომ დაიცვათ საკუთარი თავი ძლიერი უარყოფითი ენერგიისაგან, მისი ტარება რეკომენდირებულია. ასევე ვინც მისდევს ეზოთერიკას, ასევე ნათელი ხილვის საკუთარ თავში განვითარებას და დანერგვას და სხვადასხვა სულიერ რიტუალებს იყენებს, მათთვისაც არის რეკომენდირებული ამ ქვის ტარება. მოგეხსენებათ, რომ ყველა მინერალი ეს ცოცხალი ორგანიზმია. მას კომუნიკაცია სჭირდება, სწორი კომუნიკაცია. ანუ ისინი უნდა დავეჭიროთ ხელის გულში, მათზე უნდა მოვახდინოთ მედიტირება, მათ უნდა მოუვაროთ შესაბამისად. ისინი დროთა განმავლობაში უნდა გავწმინდოთ ხოლმე, ანუ როგორც გამდინარე წყალში, ასევე შესაძლებელია თვით მარილშიც გაწმენდა. ეს ცნობილი ფაქტია, რომ მარილს აქვს ძალიან დიდი გამწმენდი ენერგეტიკული ღირებულება.